Hayatım bak. Zülfası nexi akra წერია. Çocuğunuzu gününde დღეში ერთხელ ბავშვი ქოთანზე დასვით. ეს აუცილებელია. amacını söylüyor. წერია რატომ არის აუცილებელი? აუცილებელია, იმიტომ რომ ბავშვმა ქოთანზე ჯდომა უნდა ისწავლოს. Başlamasıdır. Peki biz lazım mı? ქოთანი ვიყიდეთ ზülფასო. ნახლა გული წამივა შვილო. ღმერთო ჩემო, რას ამბობ? ბავშვი ჯერ არ გაჩენილა. რა ქოთანი? რა ტუალეტი? ღმერთო ჩემო, ზაფერ სულ შეიშალე. Anne. ნედა პატმა. ვცდილობ კარგი მამა გავხდე. Zamanı როცა დაიბადება, მაშინ უნდა წავიგეთ, ხო? mı girsin? Hazırlık რა მოხდა მზად თუ ვიქნები? დედიკო თავი დაანებე. მასში მამობრივმა გრძნობამ გაიღვიძა. უბრალოდ ჩემს ძალას აღემატება. ბუნების კანონია. დიახ, მართალი ხარ ძვირფასო. ღმერთო ჩემო, პოლიციელი ქოთნით დაინტერესდა. გისმენი ფეკ. ალო, ზაფერ. ზაფერ მამა სახლიდან წავიდა. დედა სასოწარკვეთილია. მალე მოდი ძმაო. რა? გესმის როგორ ტირის? ძმაო, გთხოვ ვერ ვერევი. გთხოვ მოდი, კარგი. კარგი? კარგი. Bu yaştan sonra başıma ამას აქში ეს როგორ დამემართა? kesin o ნამდვილად იმ ქალთან წავიდა. დედა, Allah'ım. ღმერთო ჯობს მოვკვდე. ვიდრე დავიტანჯო. Skype მორჩა, სკაიპი დავაყენე. ახლა შემიძლია შუა სკაიპით ველაპარაკო. რა ზურფასო? გახსოვს როგორ გელაპარაკებოდი შეჯიბრებაზე რომ მივდიოდი ხოლმე? გახსოვს? მე მახსოვს. ჰელენი, შენ მე და მემო. ინტერნეტ კონფერენციას ვაწყობდით ხოლმე. ნერვიულობ. Artık ჰელენს არაფრის კეთება აღარ შეუძლია. იმედია. ელიას რა მოხდა? ცუდი ამბავია? ჰელენმა ისევ რაღაც ჩაიდინა? არა, რა უნდა ჩაედინა? რა უნდა ჩაედინა? კარგი საქმეს მოვჭი. მოდი მაღაზია დავკეტოთ. კარგი. სამოვიდი შესასვლელთან ადგილი არ იყო. მანქანა შორს გავაჩერე. დამელოდეთ მოვიყვან. რატომ რამდენიმე წუთის სავალია? გავისეირნოთ. არა, ასე არ გამოვა. გვიან საერთობა რა საჭიროა? დამელოდე გესმის? Ben gelmeden çıkmayın. არ გახვიდე ვიდრე არ მოვალ, კარგი? Kesin yeni bir işler. ისევ რაღაცას მიმალავს. Hastayım. არ მეუბნება რადგან ავად ვარ. ზედმეტი ხომ არ მოსდის. თავი უსუსური მგონია. საკმარისია. Efendim? გისმენ ძმაო. ალო, ასია. შობლემა იჩხუბეს. მამამ კარი გაიხურა და წავიდა. რაღაც მინდა გთხოვა. მარიამთან დარეკე. იქნებ მამამასთან წავიდა. დედა ამბობს რომ იქ წავიდოდაო. Diyor ama. ძმაო, ხომ არ გაგიჟდი? დაიკო მარიამთან ამის გამო არ დავრეკავ. და არც თქვენ გაბედოთ. არაფრისთვის ქალს ნერვები უნდა მოუშალოთ. არც იფიქროთ. მამა ალბათ სასტუმროში წავიდა. ან და პოლიციის საერთო საცხოვრებელში. ნამდვილად იქ იქნება. კარგი მორჩა, მოგვიანებით შეგეხმიანებით, კარგად? კარგი. Ya Zafer. ზაფერ, შვილო. მასაც დროს ოჯახთან უხერხული არ იქნება. გაჩვენე მამა ამ შუაღამისას მამა ჩემს სასტუმროში ვერ გაუშვებ. შეხედე ამ სიბერეში სადამდე მივიდა ჩვენი საქმე. ხვდები რას კადროლობს დედა შენი? დედა ჩემს ზედმეტად უყვარხარ და იმიტომ უყვარხარ. Ya dur. კარგი რა, ნუ გამაცინე. Allah'ını seversen be şimdi. Hadi gel. წამოდი შევიდეთ. დედა, ძალიან პატარა ხომ არ არის? პირიქით, დიდი მგონია. ეს ორი თვის ასაკში მოერგება. რა სილამაზეა. შემოდი მამა, შემოდი. ბატონო ბაჰათინ. გთხოვთ, შემობრძანდით. მაგი დაალაგე შვილო. მობრძანდით. Vallahi პოლიციის საერთო საცხოვრებელში ვიპოვე. ნერმინ, Nermin. შეგიძლია მამას საწოლი გაუშალო. Dersin değil mi baba? Tabii. რა თქმა უნდა გავუშლე. Baba ne oldu? მამა ბაჰათინ, ხომ შვიდობა? Ay hakikaten მართლაც, ბატონო ბაჰათინ. რა მოხდა? Evi barkıtar იმედია, ასეთ ასაკში ოჯახს არ მიატოვებდით. არა, უბრალოდ დედა მამაჩემი რა იყო მამა? Ne olacak?
მისი გერიდება და ინახა მამა მარიამთან ერთად კაფეში რომ შედიოდა და რა თქმა უნდა იეჭვიანა. ხოდა ამის გამო იჩხუბეს. აი ეს მესმის. ქალბატონის სეჰრი მაოცებს. ასე როგორ შეიძლება? ეს ქალბატონ სეჰერს აუხსენით. ლამის სახლი დამამხო თავზე. ნახევარი წელია სულ ამაზე ლაპარაკობს. ერთი ანდაზა მამა, კვამლი უცეცხლო დარჩენდებაო. ზაფერ. შემობრძანდით ბატონო ბახათინ. მობრძანდით. ამას ნუ უსმენთ. დივანზე ჩამოჭეკით. ხომ არ გშიათ, ვახშამს მოგიმზადებთ. უარს არ ვიტყოდი. დატრიალდით გოგოებო. სტუმრები ყავს? მოგესალმებით მამა ბახათინ. ასე გვიან ჩვენ გამომოხვედით? Değil mi bu saatte? რა თქმა უნდა, მართალი ბრძანდებით. Ya biz gelip sizinle konuşacak თვითონ ვაპირებდით თქვენთან მოსვლას და დალაპარაკებას, მაგრამ ჯერ ყველაფრის მოგვარება გვინდოდა. Hani evi tutalım falan. სახლს შევიგულებდით თუ არა, მაშინვე ყველაფერს მოგახსენებდით, ასე რომ რას გულისხმობ, რა სახლი. რაზე უნდა დავალაპარაკოთ? არა ძმაო, ბატონმა ბახათინმა მეუღლესთან იჩხუბა და ამაღამ ჩვენთან დარჩება. აქ შენი და ასიეს ქორწილის გამო არ მოსულა. აი, მოვედით. გოგოებო, ისპანახი შეათფეთ და სუფრა გააწყვეთ. ბატონი ბახათინი ვახშამს ელოდება. რა ვქნათ? იქნებ ქალბატონ სეჰერს მე დაველაპარაკო. გთხოვთ გამეშვით, რომელიმე სასტუმროში წავა, ვიცი სადაც უნდა ვიცხოვრო. მაგალითად პოლიციის საერთო საცხოვრებელში. წუხელას მინდოდა, მაგრამ ჩემო შვილმა არ გამაჩერა. მოვედი და სიმშვიდე დაგერღვიეთ. რას ბრძანებთ, ბატონო ბახათინ? ეს როგორი ფიქრეთ? მსგავსი რამ აღარ გამაგონოთ. ამ სახლიდან თუ წახვალთ, მხოლოდ თქვენ სახლში. წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხს ვერსად მოიცვლით. ხალხი რა სიტყვის? ძახალი ქუჩაში გააგდოა. რა თქმა უნდა, მამა ბახათინ, ვერსად წახვალთ. ასე არ შეიძლება, ცენას სულ მალე ორმაგ გადავნათა ესავდებით. ამიტომ უხერხულ მდგომარეობაში ნუ გვაყენებთ. შენ როგორ ხარ შვილა? ნორმალურად არც გვისაუბრე. მოსულობის საქმე როგორ მიდის? როგორ არის ჩემი შვილიშვილი? ხო, ყველაფერი რიგზია, მამა. გასულ კვირას პირახებინებისგან შეღონებული ვიყავი, მაგრამ ახლა უკეთ ვარ, თითქმის გამიარა. სხვა მხრივ კი ყველაფერი რიგზია. ორსულობის მესამე თვის ექიმთან წავალ და ბავშვის სქეს გავიგებთ. რა კარგია. რა დაემართა? ისე ჩაიარა, რომ ჩვენსკენ არც გამოუხედავს. სახლი გასარემონტებელია. ამდენი ლოდინის თავი მართლა აღარ მაქვს. შეიძლება ეზო დავათვალიერო. რა თქმა უნდა, წამობრძანდით. მიბრძანდით.
Biliyorsun ha. მალოსონა მოაგვარე საქმე Yatırdık eline. ხო, ჰელინი უკვე დავაწვინა, მაგრამ საშინაო მდგომარეობაში ვარ. ცოტა დამშვიდდი Ya sen ნერვიულობ რადგან სწორად მოიქეცი herkesin ყველა ჩვენგანისთვის ასიაჯებებს ნუ განიცი Tadını çıkaracağım. დატკბით ამ სილამაზით. გმადლობ შვილო. გაიხარე.